ყველა ვარიანტში მოუგებდა. გემი იყო უშველებელი, ანუ ფლოტი წარმოდგენ გემები დგანან, ნიჩვებიანი გემები, ახლო ვერ ადგებიან. როცა დიდი ფლოტია, დიდ ფლოტს უნდა დიდი ადგილი, რომ გაიშალოს. რომ ბრძოლა შეძლოს. სალამინის ყური არის ვიწრო. როგორც კი ქსერქსემ ამ ტუტუსმა მეფემ დაიჯერა, რომ ბერძნები გაქცეულები იყვნენ, თავის დროს უბრძანა, რომ დაეწიეთო და გაანადგურეთო. არ უნდა და ისე მოგება რა. ეს ოქროს რაღაცა რო გადგა, ხო? გეკაჩებოდა ტვინს გიცარიელებს. გადაწყვეტა რომ მე რა ბრძოლაში შევიდე და მთელი ამბავი. მოკლედ ფლოტს ადმირალი, გენერლის მაგერ გემზე ადმირალები ყავთ, ადმირალი იყო ამისი ძმა. ქსერქსეს ძმა იყო და ამანაც უთხრა რომ მოდი ეგეთი რამე არ გავაკეთე, ამან უთხრა არ მაინტერესებს, ქსერქსემ დავა. შევიდა, წავიდა ბრძოლა. ანუ ეს ამოდენა ფლოტი. გაგიამის რომ ფლოტი გაიქცა. ო. და იმა დაიჯერა. დაიჯერა. იმიტომ რომ ყველა წინაპირობა იყო იმისი რომ ბერძნები მართლა გაქცეულიყო, მაგრამ არ გაიქცნენ, დარჩნენ. და ამ ქსერქსემ თავიჯერს უბძანა ფლოტს რომ შეტევაზე გადასულიყო, თვითონ ზის ტახტევაზე უყურებს. ამ გემებმა წავიდნენ, ის იქ პატარა კუნძულივით იყო, 400 კაცი იქ გადასვეს. იმ დავალებით რომ ეს ბერძნები თუ კიდე ვიღაცა დარჩენილა რომ ჩავძირავთ, ცური თუ ვიღაცა ნაპირზე მოვიდა, ესენი ჩაჩეხეთო. და დანარჩენი არ დიდი ფლოტი შევიდა სალამინის ყურიში. სალამინის ყური არის ვიწრო. გახვდნენ ბერძნები. ამათ სპარსელებმა გაშლა ვერ მოასწრეს. ანუ კი ვერ მოასწრეს, პატარა ადგილია, თქვა თუ წინ 20 გემი დგება, მეტი ვეღარ დგება. ანუ მთელი ფლოტი, რასაც ქვია, ბევრი ვარ და თქვენ გაჯობეთ, ვერა. და რამ უპირატესობა დაკარგეს რაოდენობრივი, როცა პატარა ადგილში უმთ, ხო ეგრეა? დაიწყო ბრძოლა, ტრიმერები იყო უფრო მსუბუქი და სწრაფები. ამა ტრიმერები დააჯახეს, ტარანი ქვე როცა გემს ეჯახება, ტრიმერი არის გემის სახეობა. სამწყებად არის ნიჩბები და ტრიმერი იმიტომ ერქვა. და დაუწყეს ამას ჩაძირვა, ანუ ეჯახებოდა ტრიმერს. ხო, ჩაიძირებოდა, უკან გამოვიდოდა გემი, კიდე ეჯახებოდა სხვა გემს და ასე შემდეგ. თელ დღე გაგრძელდა, თან მე წავიდა აბორდაჟზე გადასვა, აბორდაჟია გემი და გემზე როცა გადარბენა და იწყება. გემზე ზარბაზნები არებდა. არა, უყურე, მაშინ ზარბაზნები არ არსებობს, დენტი არ არსებობს, ბრინჯაოს ხანა ახალი მორჩენილი. რკინის ხმლები კი აქვთ და ჯავშანი. მაგრამ არ არის შესასვლელი იარაღი. მაგრამ რაღაც ხრიკები კი იყო, შეიძლება გუდრული მოეკიდებინათ იქით